გამარჯობა. დღეს 25 თებერვალია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1995 წლის 25 თებერვალს დაიბადა ბულგარელი ჩოგბურთელი ვიქტორია ტომოვა. 1999 წლის 25 თებერვალს დაიბადა იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუიჯი დონარუმა. ის კვარას თანაგუნდელია ფრანგულ PSG-ში. მან იტალიის ნაკრებთან ერთად მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა 2020 წელს. 1953 წლის 25 თებერვალს დაიბადა ინგლისელი მუსიკოსი, მულტი-ინსტრუმენტალისტი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, აგრეთვე მუსიკალური და კინოპროდიუსერი ჯორჯ ჰარისონი. მან საერთაშორისო წარმატება მოიპოვა როგორც ჯგუფ ბითლზის წამყვანმა გიტარისტმა. 1873 წლის 25 თებერვალს დაიბადა მსოფლიო ოპერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ტენორი ენრიკო კარუზო. ის იყო ასევე ყველაზე პოპულარული მომღერალი ნებისმიერ ჟანრში მე-20 საუკუნის პირველ 20 წელიწადში და ფირზე ჩაწერილი მუსიკის ერთ-ერთი პიონერი. 2003 წლის 25 თებერვალს დაიბადა ამერიკელი კალათბურთელი ბრანდინ პოჯემსკი. ის თამაშობს NBA-ის გუნდ Golden State Warriors-ში. 1982 წლის 25 თებერვალს დაიბადა იტალიელი ყოფილი ჩოგბურთელი ფლავია პენეტა. ის იყო მსოფლიოს მე-6 ჩოგანი 2010 წელს. 1984 წლის 25 თებერვალს დაიბადა პორტუგალიელი ფეხბურთელი ჟოაო პერეირა. 1991 წლის 25 თებერვალს დაიბადა სამხრეთ კორეელი ყოფილი ფეხბურთელი პარკ ჯი სუნი. მას არაერთი ტიტული აქვს მოგებული მანჩესტერის შემადგენლობაში, მათ შორის 4-ჯერ ინგლისის პრემიერ ლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა. 1996 წლის 25 თებერვალს დაიბადა ქართველი ფეხბურთელი გურამ გიორბელიძე. მან კარიერა დაიწყო ბოლნისის სიონში, ითამაშა რამდენიმე ქართულ და ასევე უცხოურ გუნდში. ამჟამად თამაშობს თურქულ ერზრუმსპორში. 1941 წლის 25 თებერვალს დაიბადა ქართველი რეჟისორი, მწერალი, დრამატურგი და პოლიტიკოსი ზურაბ კანდელაკი. მან 400-მდე რადიო სპექტაკლი დადგა, მათ შორის ისეთი ცნობილი ნაწარმოებები, როგორიცაა დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ და კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“. ზურაბ კანდელაკმა ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს 1991 წლის 9 აპრილს. ის დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.